სწორედ ამ წუთებში მიემართება გერმანიის მხარდამჭერი მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. მადლობა, ეს იყო მთავარი შეძახილი, რომელსაც აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ. ისინი ამბობენ, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელიც არაერთ კრიტიკულ მომენტში საქართველოს ბევრჯერ დაუდგა გვერდით და რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განათლების თვალსაზრისით, ასევე ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გერმანია ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჯანდაცვისა და მათ შორის ჩვენი მოქალაქეების დასაქმების თვალსაზრისით და მათ შორის პროცენტული მაჩვენებლებიც მოიყვანეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ სწორედ ეს არის ის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მართლაც არაერთხელ დაუდგა საქართველოს გვერდით კრიტიკულ მომენტში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალაშია მათი მთავარი მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ამიტომ დღესაც პროტესტის 305 დღეს მათი პროტესტი დასრულდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმ ძირითადი მოთხოვნებით, რომლებსაც ისინი უკვე 305 დღეა უწყვეტად დაჟღერებენ. ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის, დავით გარეჯის, ზარზმის საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც პირველ რიგში გერმანიის დიდი ფინანსური დახმარებით არ იყოს მართლაც აქამდე მოტანილი. არ შეიძლება ამ მოკავშირეობის ვიღაცა ლოთაბაზარების რაღაცა ნათქვამებზე, რომ თითქოს ეს უცხოეთის ელჩები ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის არაფერს არ აკეთებენ თურმე ჩვენთვის. გვინდა რომ მკვეთრად დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და მისი ელჩის პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ჩვენი ოცნების ხელისუფლება ეწევა. ამ ქვეყანას საქართველოში აქვს ძალიან ბევრი რამ გაკეთებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ათასობით და 10,000-ობით ადამიანი არის გერმანიის დაფინანსებით არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ჰქონდა მათ და აქვთ დღეს ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში შემოვიდა არაჩვეულებრივი პროგრამებით, შემოვიდა დახმარების სურვილით. 90-იან წლებში შემოვიდა ის ორგანიზაციები, რომელშიც თვით პაპუაშვილი მუშაობდა, მე ვიტყოდი ამას, მაგალითად GIEC-ში და არაერთი უზარმაზარი პროექტი განხორციელდა საქართველოს განვითარებისათვის. არ გავჩერდებით, ბუნებრივია, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. არავის არ აქვს უფლება საქართველოს წართვას ეს მომავალი. ჩვენი ევროპელი დიპლომატები მუდამ გამოხატავენ ხარდაჭერას და მზად არიან საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური თანადგომა გაუწიონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი ელჩის და ყოველთვის გამოხატავთ მის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში და პირველი საკონსული. ქვეყანაა, რომელიც რო არ ყოფილიყო, არ ვიცი, საქართველოს 90-იანებში გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა. ქვეყანა, სადაც მიდიან და სწავლობენ ჩვენი ძალიან ბევრი სპეციალისტი, სამედიცინო დარგში, ექიმები, სადაც დიდ დახმარებას უწევენ ჩვენ მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ყველაზე, ალბათ შეიძლება ცოტა ყველაზე ისე მომიოს, მაგრამ ყველაზე ახლო და ყველაზე მეგობარი ქვეყანა. მანამდე ასევე გაიმართა კურიერების მარში, მათ გააპროტესტეს კურიერების ნაწილის ის მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, რომელიც გამოხატული იყო მათი მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ქართული ოცნების დროშებით მარშის მოწყობაში ამბობენ, რომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან უკვე მრავალი წელია ტარიფებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ თუ კი გაიმართება რაიმე აქცია, ნებისმიერ მათგანს უნდა იჭიროს საქართველოს დროშა და არა პარტიული დროშა. გარდა ამისა, მათ დაანონსეს უკომპრომისო ბრძოლა, ამბობენ, რომ 4 ოქტომბერსაც იქნებიან მათ შორის დედაქალაქის მთავარ გამზირზე წარმოდგენილები, მანამდე კი აუცილებლად როგორც დაგვიანოსეს გამართავენ მარშს და ასე გააგონებენ სრულიად დედაქალაქსა და საქართველოს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერი იქნება უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში და რომ ამ პროცესში ისინიც შეიტანენ საკუთარ წვლილს. ვემზადებით 4 ოქტომბერს 12 საათზე გვექნება შეკრება თბილისი მოლთან, გასასვლელში თბილისის დიღომში და მარში გვექნება 4 საათამდე და შემდეგ უკვე შევუერთდებით რუსთაველზე ცენტრალურ
აქციას, რომელიც საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და მოუწოდებ ბაიკერებს, ველომოყვარულებს, ვისაც სკროლი ყავს, კურიერებს. აი ამის გამო უნდა გამოვიდეთ. ჩვენი გასაჭირი გვაქვს და ყველას ერთად კიდე ქვეყნის გასაჭირი. დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი სწორედ ეგ არის, რომ ბათუმში გამოვიდნენ პოლიტიკური ნიშნით კურიერები. წლებია ჩვენ პროტესტებს მართავთ და არასდროს არც ოპოზიციის და არც თავრობის დროშებით არასდროს არ გამოვსურვართ კურიერები. თუ გამოვდივართ ხოლმე გვაქვს ქართული დროშები და გამოვდივართ სოციალური მდგომარეობის წინააღმდეგ. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენ პოზიციას, რომ არ უჭერთ სამთავრობას. ხარს იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ ხარდაჭერა საზოგადოებაზე არ აკეთებს. ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, გვამუშავებენ კაპიკებზე და რავი, ესეთ თავრობას არ ამგონია, რომ ხარი დაუჭირო. მასწავლებლები, პროფესორები, ექიმები, ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ გერმანიის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, ახლა მიემართებიან დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. მანამდე კი ისინი თავისუფლების მოედანს გაივლიან, მათი მთავარი შეძახილები არის მადლობა და ისინი ამ ფორმით უდესტურებენ ძალიან დიდ პატივისცემას გერმანიას. გარდა ამისა, პეტერ ფიშერს, იმ ადამიანს, რომელიც არის საქართველოში გერმანიის ელჩი და რომელსაც ქართული ოცნება განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თავს ესხმის და იხილა საზოგადოებამ ეს პროცესები, რაც თავადაც შეაფასა ფიშერმა მასსა და გერმანიაზე თავდასხმად. რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება რუსთაველის გამზირზე და დღესაც პროტესტი ზუსტად 305 დღეს ეს ადამიანები, რომლებიც ახლა მიდიან რუსთაველის გამზირზე, კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ მისი პოლიტიკური დასასრული ახლოვდება.